თეირანი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჰორმუზის სრუტესთან ირანული გემის დაკავება საერთაშორისო სამართლისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარად არღვევა. ირანის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემზე, რომელიც ამერიკელების თანახმად საზღვაო ბლოკადისთვის გვერდის ავლას ცდილობდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიშში ორშაბათს მიიტანა. ეს პირველი მსგავსი შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ვაშინგტონმა ირანის პორტების ბლოკადა გამოაცხადა. ჩვენ კვლავ ომის მდგომარეობაში ვართ. ცეცხლის შეწყვეტა შეერთებულმა შტატებმა სამწუხაროდ თავიდანვე არაერთხელ დაარღვია, თქვა ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ისმაილ ბაღაიმ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. ამერიკელები საუბრობდნენ ურანის შეერთებულ შტატებში გადატანაზე და მსგავს საკითხებზე. მე ჩემს წინა ინტერვიუშიც ნათლად განაცხადე, რომ მისი გატანა ჩვენთვის განსახილველი ვარიანტი არასოდეს ყოფილა. როცა საქმე ირანის ეროვნული ინტერესების დაცვას ეხება, ჩვენ ულტიმატუმებს არ ვცნობთ. ეს პირველი. მეორე, ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია. ორივე შემთხვევაში, ივნისშიც და თებერვალშიც, ჩვენ ირანის სუვერენიტეტი დავიცავით და ცხადად ვაჩვენეთ, რომ თავის დაცვას მანამ გავაგრძელებთ, სანამ ამას ირანის ინტერესები მიითხოვს. უდავოა, რომ თუ შეერთებული შტატები ან სიონისტური რეჟიმი ახალ ავანტიურას დაიწყებს, ირანის ისლამური რესპუბლიკის შეერაღებული ძალები სულ მზადყოფნაში იქნებიან. მთელი ძალით დაიცვან ქვეყანა. რაც შეეხება ჰორმუზის სრუტეს, ევროკავშირს არ შეუძლია მხოლოდ ირანის დადანაშაულება საწვავის ფასებთან დაკავშირებით. მაშინ, როცა ყველამ კარგად იცის, რომ ამ სიტუაციის უკან შეერთებული შტატები დგას. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებს ვაწყდებით იმ პერიოდებში, როცა პაუზა უნდა შენარჩუნებულიყო. იქნება ეს ლიბანი, ირანის წინააღმდეგ ეწოდებული საზღვაო ბლოკადა თუ საბაჭო გემზე თავდასხმებიც კი. ეს ყველაფერი საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის აშკარად დარღვევას წარმოადგენს, ასევე წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტის პირდაპირ დარღვევას. ასეთ თვალებაში როგორ შეიძლება ვინმე რეალურად ენდოს შეერთებული შტატების განცხადებებს შერიგებისა და დიპლომატიის შესახებ. ჩვენ კვლავ ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, სამწუხაროდ იგი შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე არაერთხელ დაარღვია. შემდეგ გამოჩნდა განცხადებები, რომ ირანის პორტები და გემები გახდებოდა სამიზნე, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. სანამ ეს ვითარება გრძელდება, ჩვენ ცალმხრივად ვერ წავალთ წინ და ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის ნორმალიზებაზე საუბარს ვერ დავიწყებთ. ისმაილ ბაღაიმ ეს განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას აღნიშნა, რომ ამერიკული დელეგაცია ორშაბათს პაკისტანში გაემგზავრებოდა ირანთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის, თუმცა ირანის ოფიციალურ პირებს ამ საკითხზე პირდაპირი პასუხი არ გაუციათ. ბაღაიმ თქვა, რომ თეირანს ამ ეტაპზე მოლაპარაკებებში მონაწილეობის თაობაზე გეგმები არ აქვს, თუმცა ეს შესაძლებლობა არ გამორიცხა.